სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ვაგრძელებთ წმინდა ისააკ ასურის თხუზულებიდან ამონარიდების კითხვას და ძალისაებ ჩვენი სულისათვის სასარგებლოდ განმარტებას. ეს მუხლი, რომელსაც აღმოგიკითხავთ, მესამე სიტყვიდან არის. სული სხეულს თანაუგრძნობს, ხოლო სხეული სულს. სული ხარობს სხეულის სიხარულთან ერთად და მის ტანჯულობასაც იზიარებს. ეს სიტყვები იმდენად არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რამდენადაც უნდა დაუკვირდეთ თუ როგორ ცხოვრობთ და ჩვენ ხორცს როგორ ვექცევით. არ დაგვავიწყდეს, რომ ღვთის ტაძარნი ვარ და ღვთის ტაძარში მოიაზრება სულიცა და ხორციც და ხორცის სიწმინდე უაღრესად მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში. თვით ის მავნე ჩვევებიც კი, რომელიც თითქოს არავის არ აზიანებს, ესეც კი არ შეიძლება, ესეც ცოდვა, იმიტომ რომ იგი სხეულს აზიანებს და ჩვენი სხეული არ არის იმისათვის, რომ რაიმე ვნებით იყოს შეპყრობილი, თუნდაც გვეჩვენებოდეს უმნიშვნელოა, იმიტომ რომ ამ ვნებით ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ჩვენ თავისუფლების კიდევ რაღაც ნაწილს უთმობთ ამას სოფლის სულს, იმიტომ რომ აი აქ რო წერია, რომ სული სხეულს თანაუგრძნობს, აქ საუბარი არ არის მარტო სიკეთეში, რომ თანაუგრძნობს, არამედ ბოროტებაშიც. და როდესაც ჩვენ პიროვნულად გადავწყვეტთ, რომ ქრისტეს უერთგულოთ, სულიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ, მაშინ ხორცი პირდაპირ წინ აღუდგება სულს და პავლე მოციქული ამას ხაზგასმით ამბობს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომ სული და ხორცი ერთმანეთთან ბრძოლას იწყებს. ეს მუხლი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს იმას, რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და ყველაფერი რაც ჩვენში არის ძვირფასი უფლისათვის. ყველაფერი რაც ჩვენში არის უფალმა აკურთხა თავისი განკაცებით, იმიტომ რომ მან ზუსტად ჩვენერი სხეული მიიღო. არაფერი არ არის ჩვენში ისეთი, რომელიც არ ექვემდებარებოდეს განწმედას, განღმრთობას და არაფერი არ არის ჩვენში ისეთი, რომელიც დაბინძურება შეიძლება. სიტყვა მეოთხედან აღმოვიკითხავთ შემდეგ მუხლებს. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. სულის ბუნებრივი მდგომარეობა იცოდეს და ხედავდეს ღმრთის ხილულ თუ უხილავ ქმნილებებს. ანუ სულის ბუნებრივი მდგომარეობა სამყაროში ღმერთს ხედავდეს. როგორც სიმონახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ხშირად მოგვიყვანია ეს მისი სიტყვები, ანთროპოლოგიას საუბრობს, იგი ამბობს, რომ ადამიანი არ არის მარტო ხორცი და სული, არამედ ის არის ხორცი, სული და ღმერთი. როგორც წესი, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის არის დამახასიათებელი, აი ეს რასაც აქ ისააკ ასური ამბობს, რომ სულის ბუნებრივი მდგომარეობა ღმერთს ხედავდეს და ღმერთის გარეშე რომ არ არის. განსხვავებით დასავლური ღვთისმეტყველებისაგან, სადაც დაცემული ბუნებისათვის სულის ბუნებრივი მდგომარეობა, რადგან დაცემულები ვართ, ღმერთის გარეშე ვართ. და მართლმადიდებლობა ასე არ ამბობს. მართლმადიდებლობა ამბობს, რომ სულის მიუხედავად დაცემულობისა, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა რომ ღმერთს ხედავდეთ. ხედავდეს ღმერთს ხილულ თუ უხილავ ქმნილებებში. გახსოვთ, როდესაც ქრისტეს სასწაულებს ახდენს და ეშმაკის ძალით ახდენსო და უფალი მაშინ რა კაცრად საუბრობს და როგორი განაჩენი გამოაქვს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ღმერთს ვერ ხედავენ თვით ღვთის აშკარა მოქმედებებშიც კი და რაღაც ვთქვათ ვერ ხედავენ აშკარა მოქმედებებში, როცა ვერ ხედავენ აშკარა მოქმედებებში, როგორ დაინახავენ სხვა მოქმედებებში. სული წმინდის გმობას უწოდებს ამას. რა არის სული წმინდის გმობა? როცა ადამიანს აქვს არაბუნებრივი მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი, სულის ბუნებრივი მდგომარეობა ღმერთს ხედავდეს. ხოლო არაბუნებრივი მდგომარეობა, როცა ადამიანი ღმერთს ვერ ხედავს ვერაფერში, ვერც სამყაროში და პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, სამყარო იმგვარად არის შექმნილი, რომ ღმერთი უნდა დაინახო, ვერ ხედავს თვით სასწაულებშიც კი, როცა ღმერთი აშკარად ერევა, იქაც კი ვერ ხედავს. ეს არის სულის არაბუნებრივი მდგომარეობა და სული წმინდის მგმობელი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ღმერთის მგმობელია ზოგადად ასეთი ადამიანი. არ მიეტევებაო, როცა ამბობს, ეს ნიშნავს, რომ თუ ასეთად დარჩა, ანუ თუ ადამიანს აბსოლუტურად დაკარგულია ღმერთის შეგრძნების, ღმერთის ხედვის, ღმერთის განცდის უნარი, ის უკვე მკვდარია და გარდაცვალების მერეც მკვდრად დარჩება. მკვდარია ახლა და გარდაიცვლება და ისე მკვდარი იქნება. ეხლა ზებუნებრივ მდგომარეობაზე საუბრობს. ზებუნებრივი მდგომარეობა, როდესაც სული სამყაროს მიღმიერი ღმრთაების ჭვრეტისთვისაა მზად, ჭვრეტისთვის, ანუ ღმერთთან უკვე პიროვნული კომუნიკაციისათვის არის მზად. ასე რომ ჩვენ როდესაც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობთ, თუ ჩვენ ღმერთს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს პირად ცხოვრებაში, როგორც სიკეთეში
ისე ბოროტებაში, განსაცდელში, მწუხარებაში, სიხარულში არ აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ პირად ცხოვრებაში ღმერთს ვხედავთ, ეს არის სულის ნორმალური ბუნებრივი მდგომარეობა. მაგრამ ქრისტიანი ამით არ კმაყოფილდება. ქრისტიანი ამის იქით იყურება და მას უნდა რომ ის ვისაც ხედავს, ვისაც ამჩნევს, მოდი ესე ვთქვა, სამყაროში, რომ ის სამყაროში არის და თვით ჩვენს უკიდურეს ტანჯვასა და განსასწრებლებშიც კი ღმერთს რომ ხედავთ, ქრისტიანი ამით არ კმაყოფილდება. ქრისტიანს ახლა უნდა რომ ის ვისაც ხედავს, თვით ტკივილებშიც კი მასთან კომუნიკაცია ქონდეს, მასთან მამა-შვილური ურთიერთობა ქონდეს. და ეს არის სწორედ სულის ზებუნებრივი მდგომარეობისათვის მზაობა. ანუ კიდევ ერთხელ ვკითხულობ, რას ნიშნავს ეს? როდესაც ადამიანი სამყაროს მიღმიერი ღმრთაების, ანუ ტრანსცენდენტული, ამ შემთხვევაში ამ სიტყვას არ იყენებს, მაგრამ ტრანსცენდენტულს ნიშნავს. ტრანსცენდენტული ყოფიერების ჭვრეტისათვის არის მზად. ანუ ვერ ჭვრეტ შეიძლება, მაგრამ მზად არის. მზად რას ნიშნავს? იმიტომ რომ ამისთვის არის მობილიზებული. კონცენტრირებული ცხოვრების საზრისია მის, ამით სუნთქავს, ამით არსებობს, ამით ბედნიერობს. აი როცა ადამიანს ეს მდგომარეობა აქვს, ეს არის იგივე პავლე მოციქულის სიტყვები, სულით მდუღარე როცა არის, მოუკლებლად მლოცველი როცა არის. შემდეგ ახსენებს ქვებუნებრივ მდგომარეობას. ქვებუნებრივ მდგომარეობაში კი სული ვნებებით შეპყრობილი და შესაბამისად უკვე ტანჯულია. ის ღმერთს ვერ ხედავს ვერსად ვერაფერში სიმბოლურ სახე გვაქვს რა ეგეთი ლუარსაბ თათქარიძეობა ხო აი ესეთი ადამიანი რომელიც მიუხედავად მისი რელიგიურობისა ლუარსაბი ხო რელიგიური ადამიანია აქ ამ შემთხვევაში რელიგიურობას მნიშვნელობა არ აქვს როცა ადამიანი რელიგიური შეიძლება იყოს მაგრამ ვნებებიც ყველას აქვს მორწმუნესაც აქვს ვნებები მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ნახეთ ვნებებით შეპყრობილი ანუ მას უკვე თითქოს და წართმეული აქვს თავისუფალი ნება ეშმაკეულს გავს ეშმაკეულს ვერ ერევა თავის თავში არსებულ ცოდვებს ბრძოლისათვის უნარო და განსაკუთრებულად თუ ეს სასიკვდილო ცოდვებს ეხება ეს ეკლესიაში არის ხოლმე სამწუხაროდ როცა ადამიანი თან ეკლესიურია თან სასიკვდილო ცოდვით შეპყრობილია და ვერანებებს და მუდმივად აი ამ მდგომარეობაში იმყოფება ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა აი მართლაც უნდა შემოუძახოს ადამიანმა საკუთარ თავს და სისხლამდე წინ აღუდგეს ასეთ მდგომარეობას. თორე ასეთი ადამიანი დაღუპვისთვის არის განწირული. იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების თვისებები, იესო ქრისტე ხო ღმერთია სრული და ადამიანიც არის სრული ერთდროულად. მისი ღვთაებრიობა და ადამიანურობა ერთ სუბიექტში, ერთ პიროვნებაშია, ხო? ერთად. ორი პიროვნება კი არ არის, პიროვნება ერთია, ერთი სუბიექტია, მაგრამ აი ორი ბუნება აქვს. თან სრული ადამიანური ბუნება აქვს, სრული, ну გარდაცოდვისა თავისთავად ცხადია და სრული ღვთაებრივი ბუნება, ყოვლის შემძლესა ღვთაებრივი ბუნება, რომლითაც მან სამყაროს შექმნა. იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების თვისებები განყოფილია მისი ადამიანური ბუნების თვისებებისაგან. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ მარადიულად შეერთდა ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური, ეს შეერთება არის შეურევნელი, აი ქალკედონის კრების დოგმატის მიხედვით, შეურევნელი, მარადიულად შეერთებული. მათ შორის თითქოს ზღვარი არ არის, ხო? მაგრამ შეურევნელია ეს შეერთება. ამიტომ არის ადამიანური ბუნება სხვა არის, ღვთაებრივი სხვა არის. მაგრამ წმინდა წერილი საღვთო თვისებებს, ღვთაებრივი ბუნების თვისებებს, ადამიანურ ბუნებასთან მიმართებაში, ხოლო ადამიანურ თვისებებს საღვთო ბუნებასთან მიმართებაში იყენებს. მაგალითად, ქრისტე მოკვდა ჯვარზე. ღმერთი მოკვდა ჯვარზე ვამბობ ჩვენ. ღმერთი ჯვარზე როგორ უნდა მოკვდეს? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა გააჩინა ღმერთი. როგორ უნდა გააჩინოს? ანუ ნახეთ რა უცნაური რამ არის, ხო? ანუ საღვთო და ადამიანური თვისებებს ვიყენებთ ადამიანურ თვისებებს საღვთო ბუნებასთან მიმართებაში, ღვთაებრივ თვისებებს ვიყენებთ ადამიანურ ბუნებასთან მიმართებაში და ეს ჩვენ პრობლემებს არ გვიქმნის რატომ? იმიტომ რომ ერთი სუბიექტია. იმიტომ რომ ერთი ვინ არის? ვინ ერთია? პიროვნება ერთია. ამიტომ არის რომ იესო ქრისტე განღმრთობილი მადლით აღსავსე ადამიანი კი არ არის. იესო ქრისტე არის ღმერთი ადამიანად მოსული და არა მადლმოსილი, თქვათ, ადამიანი. მადლმოსილი ადამიანი არის წმინდანი. ის არის ღმერთი ადამიანად მოსული. სათნოებანი სულის ბუნებრივი მდგომარეობაა, ხოლო ვნებები კი უცხოა სულის ბუნებისათვის. კვლავ საუბრობს რომ ვნებები უცხოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნებების გარეშე ჩვენ საკუთარი ბუნება არ ვიცით, შეპყრობილი ვართ სხვადასხვა ცხოველური ქვენაგრძნობებით.
სიამაყით, ამპარტავნებით, ეგოიზმით, შურით, ანგარებით, უსიყვარულობით, მრისხანებით, ქვენაგზნობებით. ამის გარეშე ჩვენ საკუთარ თავს არ ვიცნობთ, ვერცხლის მომხოჭელობით, სიამეთმოყვარეობით, პატივმოყვარეობით, ასე დავიბადეთ. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენთვის არაბუნებრივია. ამიტომ ადამიანი ურწმუნოც კი, რომელიც მხოლოდ ეგოიზმით ცხოვრობს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის თავის ეგოისტური ცხოვრებით მიაღწევს წვერვალებს, რომ სულ ფუფუნებაში და ბედნიერებაში და სიმდიდრეში იმყოფება, მაინც ვერ ხდება ის ბედნიერი. ვერ ახერხებს ბედნიერებას. იმიტომ რომ მისთვის ეს მაინც არაბუნებრივია. ურწმუნოც რომ იყოს, ღვთისმეტყველებაშიც რომ ვერ ერკვეოდეს, მისი სული ყოველთვის შფოთავს, ყოველთვის იტანჯება, ესე იგი აწყდება ამ სამყაროს გალიაში გამოკეტილი ხეცივით არის. აი მიმომწვლელობის მდგომარეობაა, რასაც ჩვენ ფრემასურის ლოცვაში ვევედრებით, რომ აგვაცილოს ეს. უცხოა მისთვის ეს მდგომარეობა. შემდეგ გულის თქმებზე საუბრობს ისააკ ასური. გულის თქმები, გულის სიტყვები, გულის სიტყვა არის ის, რითაც ეშმაკი ჩვენ გვმართავს. ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ცოდვებს, იმიტომ რომ ვერ ამარცხებს, რომ ის არ ებრძვის ცოდვას გულის სიტყვის დონეზე. ცოდვა შობს გულის სიტყვა. როდესაც შენ გაგექცევა ცოდვა უკვე და მატერიალიზდება ცოდვა შენს მრისხანებაში, შენს უსიყვარულობაში, შენს გარკვეულ ქმედებებში, შენს სიტყვაში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გულის სიტყვის დონეზე მას რო არ შეებრძოლე, იმან ფესვი გაიდგა და შესაბამისად ნაყოფი გამოიღო, იქ უკვე ვეღარ ერევი. და ლუსტრაცია ხდება, გარეგანი ცხოვრების წესით ხდება ლუსტრაცია, შენ შიგნით რა ტიპის გულის სიტყვები არსებობს. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ გულის სიტყვებთან ბრძოლა. ვინც გულის სიტყვებთან ბრძოლას არ სწავლობს, ახსარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სინანული ახსარებაში გამოვლენილი, მოძღვართან რომ მოდიხართ, ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ გულის სიტყვებთან ბრძოლა ისწავლოთ. თქვენს მაგივრად ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. ამაზე თქვენ უნდა იფიქროთ, ამაზე თქვენ უნდა იმუშაოთ. ამისათვის თქვენ საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, რას ამბობთ, რა მიმიკები გაქვთ, როგორ დადიხართ, როგორ იყურებით აქეთ-იქით, გესმით? ხელებს როგორ შლით, რა ინტონაცია ამოგდით, აღარ ვლაპარაკობ აშკარად ცოდვებზე. ამ ყველაფრით ხდება ლუსტრირება თქვენი გულის სიტყვებისა. მე უფრო გაფაქიზდებით და გულის სიტყვების გამოცნობას დაიწყებთ თქვენში და აღმოაჩენთ ჯოჯოხეთს, აღმოაჩენთ დასაყრდენს ეშმაკისა, იმიტომ რომ ეშმაკის ინსტრუმენტია გულის სიტყვა. თუ ჩვენ გულის სიტყვას ძირში, გულში დავამარცხებთ, ეშმაკს არანაირი შესაძლებლობა ჩვენ ცოდვა ჩაგვადენილოს აღარ აქვს და გულის სიტყვა ეშმაკისა როგორ ხდება მისი გამოცნობა? ყოველთვის გულის სიტყვა მით უმეტეს დემონური და ის ძირითადად ასეთია, არის ღვთისნების, ანუ სახარების საწინააღმდეგო. ამიტომ აუცილებელია წმინდა წერილის ზედმიწევნითი ცოდნა და მასთან მუდმივი ურთიერთობა, რომ საკუთარი გულის სიტყვები გამოვიცნოთ. 4 მიზეზი აქვს ისააკ ასური ამბობს. პირველი მიზეზი არის სხეულის ბუნებრივი მოთხოვნილებები. ჩვენ ხო ტყავის სამოსელი გვაქვს და აი ცხოველური მიდრეკილებები აქვს. სხეულს და ცხოველური მიდრეკილებების გამო იშობა ჩვენში გულის სიტყვა და თუ ჩვენ მას არ გავაკონტროლებთ, ის ცოდვად იქცევა. აი რომ შია, ეს არ არის ცოდვა, მაგრამ შიმშილის გამო მე თუ ან ღვთის წესი დავარღვიე, ან მოყვას გული ვატკინე, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ მე ცოდვა ჩავიდინე, ამიტომ უკონტროლო სხეულის მოთხოვნილებები აუცილებლად ცოდვად გადაიქცევა. და ის კვებავს გულის სიტყვებს და გულის სიტყვებს მე იყენებს ბოროტი და თავისას კიდე ამატებს ზე. მეორე მიზეზი, მიწიერი საგნების, რომელსაც ჩვენ ხედავთ, რომლის შესახებაც გვესმით, რომელიც ჩვენს გარშემოა, ამ მიწიერი საგნების შესახებ წარმოდგენებით. ეს ისააკ ასური როდის წერს და დღეს ხო წარმოგიდგენია, ტელეფონს ჩართავ, ინტერნეტში ტელევიზორს შეხედავ და არცად წასვლა არ გინდა. ამ მთელი მსოფლიოს მიწიერი საგნები შენს თვალწინ დატრიალდება, წარმოიდგინეთ. ანუ ჩვენ სავსე ვართ ამასოფლის სულით, რომელიც აი ესე ძლიერად მოქმედებს ჩვენზე და ის ჩვენში შთაბეჭდილებების მიერ გულის სიტყვების წარმოშობისათვის, რომელიც ეშმაკის დასაყრდენია და ეშმაკი იმალება კიდე ამ გულის სიტყვებში, ძალიან ნუყიერი ნიადაგია მოკლედ. მესამე, წარსულის მოგონებები და სულში და გონებაში არსებული სხვადასხვა მიდრეკილებები. ნახეთ, წარსულის მოგონებები და მიდრეკილებები. წარსულის მოგონებები ძალიან საშიშია, როდესაც ის ტკივილს მაყენებს.
იმიტომ რომ მოგონებები, რომელიც მე ტკივილს მაყენებს და თან ადამიანი ამ დროს როცა არის ის სულიერი ცხოვრება, აი წარსულის რაღაც ტკივილები, შეიძლება მის მიერ ჩადენილი ცოდვები, შეიძლება რაღაც განსასწრელი, შეიძლება ვიღაცას არ აქვს მნიშვნელობა პრინციპში, ნებით თავარი ისე რომ წარსულში რაღაცა იყო ისეთი, შეიძლება მონანიებულის კონდეს ყველაფერი, მაგრამ ტკივილს მაყენებს. რას ვაშავებ? ჩემთვის ვიტანჯები, რაღაც მაზოხისტივით არის ამ დროს ადამიანი. ცოდვათ ითვლება ეს. იმიტომ რომ ესეთი წარსულის ტკივილების გახსენება შენსა და ღმერთში ვადგება. ამასაც მე ბოროტი იყენებს. ეშმაკის მიზანია, რომ შენ ქრისტესთან არ მიგიშვას და არ აქვს მნიშვნელობა ამას რა ფორმით გააკეთებს, რითი გააკეთებს და ასე შემდეგ. აი როგორ მივხვდე, რომ ეს ცოდვაა? ეგრე რამდენიმე ცოდვა შეიძლება იყოს. ცოდვა მხოლოდ ის არის, რაც ღვთისნებას ეწინააღმდეგება და ღვთისნება სრულად მთელი სისავსით განცხადებულია წმინდა წერილში. მათ შორის ესეც პავლე მოციქული პრინციპულად პირდაპირ გვეუბნება, უკანას დავივიწყებ და წინას მივწვდები. ხოლო მე თუ ჩემი ცნობიერებით უკან მიქექები რაღაცას, ეს ნიშნავს, რომ გამოცხადებას ვეწინააღმდეგები, რომელიც პავლე მოციქულის პირით მესწავლება ამ შემთხვევაში. და მეოთხე მიზეზი პირდაპირ ეშმაკისგან. დანარჩენებსაც ეშმაკი იყენებს, მაგრამ ეს პირდაპირ ეშმაკისგან არის, რომელიც, ნახეთ, რომელიც ჩვენში არსებული ვნებების მიერ მუდამ გვებრძვის. ის გსწავლობს, ის ბავშვობიდან გაკვირდება, ის ძალიან კარგად გიცნობს, ერთერთი ფსიქოლოგი ვერ გაგიცნობს ისე, როგორც ეშმაკი გიცნობს, შენი ყველაფერი იცის და სულ მუდამ ჩასაფრებულია და შესაძლებლობას არ გაუშვებს ისეთი გულის სიტყვა შემოგაპაროს, რომელსაც ვერ მიხვდები, რომ ეშმაკისგან არის, რომელსაც სინათლის ანგელოზის მიერ მოწოდებული ეგონება, როგორც პავლე მოციქული გვეუბნება, ვერ გადავამოწმებთ რა ღვთისნებასთან თანხვედრაში არის თუ არა, იმიტომ რომ არ ვიცით ღვთისნება, იმიტომ რომ არ ვართ განსწავლული წმინდა წერილებში, ამიტომ ის გვატყილებს და თავის ჭკუაზე გვატარებს და ჩვენი ცოდვების 100% აქედან გამომდინარეა და ჩვენი შეცდომების აქედან გამომდინარეა. ადამიანი სანამ ხორცშია გვაფრთხილებს ახლა. როდემდე ვიყო ასე, ადამიანი შეიძლება იფიქრებს და წმინდა ისააკ ასური გვეუბნება, ადამიანი სანამ ხორცშია არ ძალუც გათავისუფლდეს გულის სიტყვებისა და ბრძოლებისაგან, არ ძალუც. ხოიმე არ ძალუც, აბა რა ვქნა? და აი აქ რა თქმა უნდა კვლავ, ესე იგი, უფლის შემწეობის ლოცვის, მოუკლებელი ლოცვის, ხო, სულ მაგას ამბობენ წმინდა მამები, აბა რა ვქნა? რა ვქნა და იესო ქრისტეს სახელი არის ის ერთადერთი, რომლის წინაშე მოდრკება ყველა მუხლი, მათ შორის ეშმაკისაც და ის მარცხდება შიგნითვე და მასთან ერთად მარცხდება გულის სიტყვები. სხვა არის გონების სიწმინდე, გონებისა და გულის სიწმინდეზე საუბრობ. განასხვავებს გონების სიწმინდე და გულის სიწმინდე. სხვა არის გონების სიწმინდე და სხვა არის გულის. გონება სულის გონება, სულის თვისებებია გულის და გონებაც. ეს ერთი მთლიანობაა. უბრალოდ ჩვენთვის გასაგები რო იყოს, ხშირად ხდება ხოლმე ეს დანაწევრებულად მათი განხილვა. გონება სულის ერთ-ერთი გზნობა, უცნაური სიტყვაა, გონება გზნობა როგორ არის, მაგრამ ასეთ სიტყვას იყენებს ისააკ ასური. გონება სულის ერთ-ერთი გზნობაა. ანუ სულს მრავალი თვისებები აქვს და გონება ერთ-ერთია. ხოლო გულს, ანუ გონება არის რაღაც კერძო მდგომარეობა სულისო, ამბობს ისააკ ასური. ხოლო გულს მთელი გრძნობები საკუთარ თავში აქვს შემოკრებილი და ფლობს მათ. და იგი არის ძირი, ანუ გულია ძირი. გონება რაღაც კონკრეტული კერძო. თუ ძირი წმინდა, ანუ თუ გული წმინდა, მაშინ რტოები წმინდა იქნება. ანუ თუ გული განიწმინდება, მაშინ მასთან ერთად ყველა გრძნობას განიწმინდება. შემდეგ აგრძელებს, თუ გონება გულმოდგინებას გამოიჩენს, წმინდა წერილის კითხვაში, მარხვასა, მღვიძარებასა და მდუმარებაში. ეს ნახეთ როგორი სათნობებია, რაც არის ჩვენი საკეთებელი მუდმივად. წმინდა წერილის კითხვა, მარხვა, ანუ ღვაწლი, მღვიძარება, ანუ მღვიძარება მარტო ეს ფიზიკური მღვიძარება კი არ იგულისხმება, პირველ რიგში გონების მიერი მღვიძარება, აი გულის სადარაჯოზე რო ხარ, რომ არ გაუშვებ და რას ამბობ, რას ფიქრობ, რამდენად ერთგულებ ქრისტეს, სულ რო გახსოვს. და მდუმარება, ანუ იმიტომ რომ მრავალ სიტყვაობა აუცილებლად გამორიცხულია სხვანაირად, მრავალ სიტყვაობა აუცილებლად გაგდებს ცოდვაში, აუცილებლად ფანტავს საღვთო მადლს. თუ გონება ასე ცხოვრობს, მაშინ ძველ ჩვევებს და ჩვენ ყველას გვაქვს ძველი ჩვევები, ძველ ჩვევებს და ამ ძველი ჩვევების შესაბამის აზრებს დაივიწყებს და განაგდებს და განეშორება რა არაწმინდა ცხოვრებას სიწმინდესაც კი მიაღწევს, ანუ გონება აღწევს სიწმინდეს. მაგრამ და ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მდგრადობის არ ქონის გამო, ჩვენ ხო ვიცით გონება როგორი არამდგრადია.
ლოცვაში და საერთოდ როგორი არამდგრადია, ძალიან დაუცველია აი შემოტევებისაგან. და მაგრამ მდგრადობის არ ქონის გამო დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ არის რომ მუდმივი ღვაწლი ჭირდება. დღეს მოხვედი რაღაცა ცოტა გამოვიდა რაღაც ლოცვა, ღვაწლი, მადლი განიცადე, როგორც კი ხვალე ყურადღებას მოადუნებ, ისევ იმ წამსვე წუმპეში ვარდები. რაღაცა განვრისხდები ვიღაცას, რაღაცა კადრს მოკრავ, უხამს კადრს მოკრავ ეკრანზე და დამთავრებული საქმეა. ყველაფერი ესე იგი ისევ იბილწება. ამიტომ დიდხანს ვერ ინარჩუნებს, რადგან როგორც განიწმინდება სწრაფად, ასევე სწრაფადვე ბინძურდება. ახლა გულზე საუბრობს. გული კი სიწმინდეს მრავალი ტკივილით და მიწიერ სიკეთეთაგან განშორებულობით აღწევს და აქ დიდი როლი აქვს განსაცდელებს. რომ ტკივილი საიდან მოდის, ხო? ეს ტკივილი განსაცდელი, ტკივილის ღირსეულად, მოთმინებით, ქრისტიანული ღირსებით, მოთმინებით გადატანა, მოყვასისაგან განსაკუთრებულად, ახლობლისაგან განსაკუთრებულად, რაღაცა ისეთი განსაცდელი, რომელიც უსამართლობას ატარებს თავის თავში. აი ამ ყველაფრის ღირსეულად გადატანა, მოთმინებით, ქრისტიანული ღირსებით და მოთმინებით, მრავალ ტკივილს ვიღებთ რა და ტკივილს ღირსეულად ვიტანთ როგორც ქრისტიანები. ამ დროს, ესე იგი გული სიწმინდეს მრავალი ტკივილი და მიწიერ სიკეთეთაგან განშორებულობით აღწევს. ხოლო სიწმინდის მიღწევის შემთხვევაში ასე იოლად უკვე აღარ კარგავს. ანუ გული როცა განიწმინდება, იოლად აღარ კარგავს. მცირე თუ დიდი შემოტევებით ვეღარ უწმინდურდება იგი. რაღაცა სიბინძურე რო დაინახოს, რაღაცა ცუდი გაიგონოს, რაღაცა ცუდად მოექცენ, უსამართლობა დაატყდეს თავზე, მოყვასისგან, ესე იგი, ღალატი რომ მიიღოს. ესე იგი, მისი გული წონასწორობიდან არ გამოდის. ამის გამოცდილება ეკლესიაში ზოგადად არსებობს და ამის გამოცდილება ადამიანს უნდა კონდეს თუ ის ქრისტიანულად ცხოვრობს, იმიტომ რომ რაღაცა დოზით მაინც მან უნდა იგზნოს, რომ აი დასაწყისში სხვანაირი იყო და ეხლა რომ მოვიდა, ხო, იგივე რაღაც პრობლემის წინაშე რომ დგება, მისი გული აღარ ტოკდება ცუდისკენ. მდგრადობას იძენს. ესმით მდგრადობას იძენს. იმიტომ რომ გული მდგრადია. გულის გაბიძურება შეიძლება თავიდან, მაგრამ ის უფრო მეტი მდგრადობა აქვს მას და ჩვენ თუ მუდმივად მუშაობთ საკუთარ თავზე, ის ამ მდგრადობას ინარჩუნებს და უფრო და უფრო იწმინდება. რაც მეტად განიწმინდება, უფრო მეტად ხდება ღვთისგამცდელი. ესე იგი, ის ვეღარ უწმინდურდება მცირე თუ დიდი შემოტევებით და მერე დასკვნას აკეთებს. ყოველი სიწმინდე სწრაფად მოპოვებული და იოლად მიღწეული მალევე იკარგება და უწმინდურდება, ხოლო მრავალი ტკივილით, დიდძალი და ხანგრძლივი ღვაწლით მოპოვებული სიწმინდე კი მტკიცია ბოროტებასთან ბრძოლაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ეკლესიაში მოვედით, ღვთისმადლის განსაკუთრებული განცდა გქონდა, ვიღაცამ ლოცვა დაიწყო, თქვა გონებისმიერი, ვიღაცამ ხშირი ზიარება, აი ამ სიახლემ ჩვენში მადლის განცდა გამოიწვია. ხო, ზოგს სასწაულები უხდება, ზოგს ხილვები აქვს, ზოგს განცდა აქვს მეტი რაღაც და მერე გადის დრო და ეს ყველაფერი იკარგება და რჩება შავი სამუშაო. ღვაწლი, ეს არის უაღრესად ძვირფასი პერიოდი სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ღმერთი უშვებს ჩვენგან რომ აი რაღაცა სიკეთეებს, რომლითაც ჩვენ ნუგეს გვაძლევ და იმას იღებს ჩვენგან და ჩვენი ერთგულება უფლისადმი, უანგარო სიყვარული ქრისტესადმი იცდება იმით, რომ ჩვენს ღვაწლს, ჩვენს ლოცვას, ჩვენს ღამის გატეხვას, ჩვენს მღვიძარებას, ჩვენს მარხვას, ჩვენს ევქარისტიული ცხოვრების ინტენსიურობას შეიძლება აღარ მოყვება რაღაც ისეთი საგზნობის სიკეთეები, მაგრამ ჩვენ თუ გვიყვარს უფალი და ჩვენი რწმენა ნამდვილია, ჩვენ ეს პერიოდი უნდა ღირსეულად გადავიტანოთ და ჩვენ ეს პერიოდი უნდა გვიყვარდეს კიდევაც, იმიტომ რომ თუ რამე გვტკივა, თუ რამე გვაწუხებს, თუ რაღაცა კომფორტი არ გვაქვს და პირიქით, ხო, ეს ვისთვის არის და რისთვის არის? ეს არის მოწამეობრივი სულის გამოვლინება, ეს ხო ქრისტესადმი სიყვარულისთვის არის. ეს ხო ჩვენი აღმსარებლობა, რა არის აღსარებლობა თუ არა მოწამეობრივი სულის ქონება, ხო, საკუთარ თავში. ამიტომაც თუ როცა ადამიანი ამ მდგომარეობაში შედის ღმერთისგან, რომ აი ამ დიდი მოთმინების შედეგად
მოხდეს მისი გულის განწმენდა და მისი სიწმინდე, ანუ ღვთისმგრძნობელობა და ღვთისნების აღმსრულებლობა და ბოროტების პრინციპული მოძულება ეს იყოს მისთვის უკვე მდგრადი მდგომარეობა. რაც მეტი მდგრადი მდგომარეობა გვექნება, მით მეტად მივაღწევთ სიცოცხლის უკანასკნელ ამოსულთქვამდე, როგორც ქრისტიანები. მით ნაკლები შესაძლებლობა იქნება ჩვენი დაცემისა, რომლისაგანაც დაცული არავინ არ ვართ. კიდევ ერთხელ დაინახეთ თქვენს და მეც თქვენთან ერთად, თუ როგორი ძვირფასია წმინდა მამათა თხზულებები და კიდევ ერთხელ ალბათ დავინახეთ ჩვენ, რომ აუცილებლად თუ რატო უნდა ვიკითხოთ და რომ აუცილებლად უნდა ვიკითხოთ წმინდა მამები, იმიტომ რომ მათ უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და ეს გამოცდილებები ერთმანეთს ემატება და ეს ეკლესიაში ყველაფერი არსებობს და მათ გააცოცხლეს სახარება საკუთარ თავში და თავის გამოცდილებას ასე უშუალოდ ვჩუქნიან ჩვენ და ჩვენ კიდე მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ ეს გამზადებული ავიღოთ და გავითავისოთ და ჩვენად ვაქციოთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.